ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა საეკლესიო დაფარულობასა და ერეტიკულ ეზოტერიზმს შორის. ვფიქრობთ, მსმენელისთვის სრულიად ნათელი დასკვნა გამოვიტანეთ წინა საუბრის ბოლოს, რომ ეზოტერიზმი ერეტიკული გაგებით აუცილებელ სექტობრივობას გულისხმობს, კერძოობითობას, მხოლოდ დაბადებით ერთეულთათვის განკუთვნილობას ეგრეთ წოდებული საიდუმლო მოძღვრებისას, მაშინ როცა ეკლესიური მოძღვრება საყოველთაოა, ყველა ადამიანის ცონებისთვისაა განკუთვნილი, ვინც კი ინებებს და იღვაწებს ამისთვის. მაგრამ რამდენადაც ეზოტერულობა გამოიყენება, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ეკლესიურ სწავლებაშიც, ჩვენ შევეცადეთ აგვიხსნა თუ რა მნიშვნელობით მოიხმობს მას აი ამ ტერმინს ეზოტერულობას, ან ბერძნული ტერმინები რომ კვლავ გავიხსენოთ ესოტერიზმოს, ესოტერიკოს, რა შინაარსით მოუხმობენ ეკლესიის მამები. აღნიშნავდით, რომ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულად უფრო და უფრო ჩაღრმავებას ჭეშმარიტებაში გულისხმობს ეზოტერულობა მართლმადიდებლური გაგებით. არა იმ აზრით, რომ მე გადმომეცა როგორც რჩეულს, სხვა ჩემზე უწინარესი რჩეულისგან მოძღვრება, მე კიდე უნდა მოძებნო, ვინც დაბადებით რჩეულია, მას გადავცე და ასე შევქმნა რაღაც ხაზი, განცალკევებით მთელი კაცობრიობისგან დაბადებით რჩეული ადამიანებისა, რომლებსაც თითქოს განეკუთვნათ რაღაც ასევე განსაკუთრებით საიდუმლო მოძღვრება, არა ეს, არამედ ყველა ჩვენთაგანი ერთი ჭეშმარიტების წიაღში ვართ, მაგრამ არაერთ და იმავე ხარისხზე. ყოველი ჩვენთაგანი უფრო და უფრო აღმატებულისკენ ისწრაფვის, უფრო და უფრო შინაგანისკენ ისწრაფვის, თლად ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი პირის, რომელიც ახლახანს იწყებს ქრისტიანულ მოღვაწეობას, ისიც ამ ასპარეს თავის წინაშე აუცილებლად გრძნობს, რომ დაწინაურდეს მოძღვრებაში, ჭეშმარიტებაში, უფრო და უფრო შიგნით შევიდეს მოძღვრებისა და მართლმადიდებლური სწავლებით სწორედ ესაა ეზოტერიზმი. აუცილებელი პიროვნული ძალისხმევა ჭეშმარიტების წიაღში შესასვლელად და ეს პირადი ძალისხმევა აუცილებლად ასევე დამყარებული და დაფუძნებული ღვთისნებაზე, საღვთო მადლზე. ჩვენ შევჩერდით იმ მომენტზე, როდესაც სახეობრივად წარმოაჩენდით ამას, თუ როგორ ისწრაფვის უფრო და უფრო შინაგანისკენ პიროვნულად ყოველი ქრისტიანი. და არა მხოლოდ თვითონ ისწრაფვის და მისი სწრაფვის მიზანდასახულობა არ არის მხოლოდ ის, რომ თვითონ განიხტოს, არამედ უფრო შინაგანისკენ ის უწინამძღვრებს მასზე მომდევნოს და მიზანდასახულობა მისი არის ამ უკანასკნელის მასზე უფრო ქვემორეს, მას მოდევნებულის ცონებას. იმ მოდევნებულის მიზანდასახულობა მასზე უფრო წინარეს კვალში მიხვეს, მისგან მოძღვრება მიიღოს, მისგან განისწავლოს, მას დაემოწაფოს, მაგრამ ასევე უწინამძღვროს აქეთკენ კიდე უფრო ქვემორეს და ასე შემდეგ. და მთელი ჭეშმარიტებისკენ სწრაფველთა კრებული აი ამ მარადიული და შეუმუსრავი სურვილით არის თანაშეკრული, თანაშეზრდილი და ყველას ამავე დროს თავისი ადგილი აქვს, ხარისხი აქვს. ერთი მეორეზე დამოკიდებულება იერარქიული სრულიად თვალსაჩინოა, სულიერ იერარქიას გულისხმობთ და იგივეა, როგორც ამას აღნიშნავდით, სეციურ სამყაროში. ამ გაგებით ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეთ, როდესაც ეკლესიურ სწავლებაში ხშირად გამოყენებულს პოევთ, როგორც ვეკითხარით ტერმინებს ესოტერიკოს, ან თუნდაც იმ მეორე ტერმინს პარალელურად ხმარებულს მისტაგოგია. მისტაგოგიაც ჩვეულებრივ თითქოს მიიჩნევა, რომ ესაა რაღაცა განსაკუთრებით ნიშანდობლივი ტერმინი, სპეციფიკური ტერმინი რაღაც საიდუმლო სწავლებების არჩეულთათვის განკუთვნილისა, ანუ იგივე ეზოტერული სექტებისა, მაგრამ სინამდვილეში ამას კვლავ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ მისტაგოგიაც აბსოლუტურად მართლმადიდებლური ტერმინი გახლავთ მართლმადიდებელ მამათაგან ცხოველქმნილი თავისი შინაარსით და მეტიც ნაშრომიც არსებობს სპეციალური წმინდა მაქსიმე აღსარებლის ამ სათაურის მქონე მისტაგოგია. მისტაგოგია სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა, ქართულად რომ კალკირებულად თარგმნოთ, მესაიდუმლეთ წინამძღვრობა, მოწაფეთა წინ წაყვანა. მისტეს ბერძნული არის პიროვნება, რომელიც მოძღვრებას ეძიებს, მოძღვრების შინაგანობაში, დაფარულობაში, საიდუმლოობაში შესვლას ცდილობს, ვისაც მოძღვრება გადაეცემა. და აი ამგვარ პირთა წინ წაყვანა გახლავთ ამ ტერმინის შინაარსი. ძველ ქართულად ის ასე ითარგმნებოდა წმინდა ეფრემ ცირის მიერ ასეა თარგმნი. მესაიდუმლოეთ მყვანებლობაი. ანუ ტვირთვა მათი წინ წაყვანა. და უზენაესი და ჭეშმარიტი მისტაგოგია ეს გახლავთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წმინდა ლიტურგია. ჩვენ ამ ტერმინს ამ კუთხით ამჯერად სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვეხებით, რომ არა მხოლოდ ეზოტერულობა და დაფარულობა, არამედ ეკლესიის წიაღში არსებობს საიდუმლოობაც, მაგრამ სექტობრივი საიდუმლოობა და ეკლესიური საიდუმლოობა კვლავაც დიამეტრულად საწინააღმდეგოა. სექტებში საიდუმლო მხოლოდ ეზოტერიზმისა, ამ ერეტიკული გაგებით, ამ შინაარსით არის დატვირთული, რომ საიდუმლო მოძღვრება, საიდუმლო ხაზი კვლავ რჩეულებს გულისხმობს, მაშინ როცა ეკლესიაში საიდუმლო ეწოდება მხოლოდ და მხოლოდ იმ უწმინდეს წესებს, რომლებიც 7 საეკლესიო საიდუმლოს სახით არის დასაფუძვლებული მაცხოვრის დროიდანვე და მაცხოვრის მიერვე. მათ საიდუმლონი ეწოდებათ, იმიტომ რომ შინაარსით ისინი ამოუწურავნი არიან, განიჭებენ განღფრთობას, რაც საიდუმლოებითია ასევე, იმიტომ რომ როდესაც წყალი დაგვესხმის ნათლობის ჟამს, გარეგნული შეხედულებით ეს წყალი ჩვეულებრივი წყალია, მაგრამ უზენაეს აღმომშობელობას, სულიერ აღმომშობელობას განიჭებენ ისინი, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ქვიწყაროებენ სულიერ მადლს ისინი. და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წყალი იკურთხება, მასზე გარდამოწვევა ხდება ყოვლადწმინდა სულისა და აღესრულება უწმინდესი წესი, რომელსაც ნათლობის წესი ეწოდება. გარეგნულად თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია, მაგრამ მათი მოქმედების ნაყოფი არის იმდენად აღმატებული, რომ ადამიანური გონება მას, რა თქმა უნდა, ვერ მიწოდება. ადამიანური გონება იღებს სწავლებას ყველა საეკლესიო საიდუმლოს შესახებ, მაგრამ შინაგანად ეს როგორ აღსრულდება, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ საღვთო საიდუმლო, უდიდესი საიდუმლო და ამიტომ ეწოდება ყველა საეკლესიო წესს საიდუმლო. ზიარების
წესი, რომელსაც ზიარების საიდუმლო, იგივე ლიტურგია, რომელსაც ასევე საიდუმლო ეწოდება, ამ საიდუმლოთა გვირგვინია. მას ზოგჯერ საიდუმლოთა საიდუმლო ეწოდება, ანდა ეწოდება როგორც შემზარავი საიდუმლო, ანდა როგორც თავზარდამცემი საიდუმლო, იმიტომ რომ ამ საიდუმლოს ჟამს მართლაც არა მარტო ადამიანის მთელი ქმნილებისთვის მარადიულად მიუწვდომელი რამ მოვლენა აღესრულება. ერთი მხრივ ის რომ ჩვეულებრივი პური და ღვინო ჭეშმარიტად გარდაიქმნება მაცხოვრის უხრწნელ სისხლად და ხორცად, ესაა საფუძველი ამ საიდუმლოს და მეორე ის რომ მაცხოვრის უხრწნელ სისხლსა და ხორცს ვიღებთ ჩვენ ადამიანები. ესე იგი ღვთის სისხლსა და ხორცს ვიღებთ და მისით საზრდოობთ ჩვენ ადამიანები. აი ეს ორი ადამიანისა და ზოგადად ქმნილებისთვის მარადიულად მიუწვდომელი და მარადიულად აუხსნელი თვისება აქვს ზიარების საიდუმლოს და ამიტომ აი საიდუმლოთა საიდუმლო. ისე როგორც სხვა ყველაფერი მგლობის საიდუმლო ნებისმიერი თავისი წესით შინაგანად რაც იგულისხმება, ასევე საიდუმლოებითია, იმიტომ რომ გარეგნულად ის ჩვეულებრივ ხდება თითქოს ამ დროს უდიდეს ცხოველმყოფელობას შეიცავს და გვანიჭებს კიდეც ჩვენ. ქორწინების საიდუმლო, რა თქმა უნდა, ჩვენ ადრე უბრალოდ პირდაპირ გადავედით საუბარში ნათლობის შემდეგ და ნათლობასთან ერთად მიროცხების საიდუმლო, შემდეგ სინანულის საიდუმლო. სინანულის საიდუმლოს მეორე ნათლისღებას უწოდებენ ეკლესიის მამები. ზოგჯერ ეკლესიის მამებთან ასეთი ჩვენგან მიუწვდომელი ძნელად საწვდომი ყოველ შემთხვევაში სწავლებაცაა გამოთქმული, ნათლობის საიდუმლოზე მაღლაც კი ადაღენებული. წმინდა იოანე სინელთან რამდენჯერმეა ხაზგასმული. იმ გაგებით რომ ნათლობის ჟამს ერთგზის მივიღეთ მიტევება ცოდვათა და აბსოლუტურად განვიწმინდეთ ყველა ცოდვისგან, მათ შორის პირველ ცოდვისგანაც, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ჩვენ უდიდესი ნაწილი ნათლობის შემდეგაც კვლავ ვიხუნძლებით ცოდვებით და კიდევ უფრო მეტად ცოდვილნი ხდებით, ვიდრე ნათლობამდე ვიყავით. თუნდაც იგივე ცოდვები აღვასრულოთ, რაც ნათლობამდე ქონდა და უფრო მეტი არა, მაინც უფრო მეტად ცოდვილნი ხდებით, იმიტომ რომ სხვა არის ცოდვა მანამდე აღსრულებული, ვიდრე სიწმინდეს მივიღებთ და სხვა არის ცოდვა თავისი სიმძიმით შემდეგ აღსრულებული, როდესაც სიწმინდეს მივიღებთ. აქ უკვე მხოლოდ ცოდვა კი აღარა არის ამავე დროს სიწმინდის შეურაცხყოფაც. და ამიტომ უფრო მეტად დასნეულებულნი ვარ, როდესაც ვცოდავთ სიწმინდის მიღების შემდეგ. და როდესაც ამგვარად ცოდვილნი ვართ ნათლობის შემდეგაც, რა გადაგვარჩენს ჩვენ, რომ არ იყოს სინანულის საიდუმლო. წარმოვთქვამთ, ჯერ პირადად შევინანებთ ჩვენს დანაშაულს ვაცნობიერებთ, ეს პირადი სინანული გვიბიძგებს იმითკენ, რომ ეს აღსარებად წარმოვთქვამთ სამღვდელო პირის წინაშე და სამღვდელო პირისგან, როგორც სულიერი შემსრულებლისგან ღვთის მიერ შეგვენდობა თუ ამის პირობა არსებობს მაშინვე, ანდა გარკვეული ეპიდემიის შემდეგ ჩვენი გულწრფელი სინანულის საფუძველზე შეგვენდობა ყველა აღსრულებული ცოდვა. და აქედან სავსებით აშკარა რა უდიდესი საიდუმლოებითი ზემოქმედება ჰქონია სინანულს ჩვენზე. ამრიგად საეკლესიო წიაღში საიდუმლო ეწოდება მხოლოდ იმ მოწმინდეს წესგანგებებს, რომლებიც ჭეშმარიტად ცხოველმყოფელობას გვანიჭებენ და მათ საიდუმლონი ამ ჩვენთვის გონებით მიუწვდომელი სულიერი მოქმედების გამო აქვთ. საფუძველი ყველა ამ საიდუმლოსი, როგორც აღნიშნეთ, მაცხოვარია, მაცხოვრის განკაცება, ღვთის განკაცება და ამ საიდუმლოთა ნაგულისხმეობაც უნდა ვიფიქროთ ჩვენ წმინდა დიონისე არიოპაგელის სიტყვებში, როდესაც ის ამბობს: ხოლო იესო საიდუმლოია არს ჩემი განკაცებამდე, ჟამსა განკაცებისასა და შემდგომადსა განკაცებისასა. აი შემდგომად განკაცებისასა მაცხოვრის როგორც საიდუმლოს წარმოჩენა წმინდა დიონისე არიოპაგელის მიერ მრავალ სხვა დიდ საღვთისმეტყველო სიღრმესთან ერთად აუცილებლად ამასაც გულისხმობს, რომ მაცხოვარმა განკაცებულმა ღმერთმა დააწესა ჩვენს საცხოვნებლად ის უწმინდესი წესგანგებანი, რომლებიც ჩვენს სულიერ აღმოჩნებას და განხრთობას აღასრულებენ, თუ კი ჩვენი ვენებით არ დავბრკოლდებით და არ მოვაკლდებით ამ ცხონებას. ამრიგად, საეკლესიო წიაღში საიდუმლო მხოლოდ ამ აზრით გამოიყენება, რა თქმა უნდა, აქ არაა საუბარი პირობით ხმარებაზე ტერმინისა პირობითობა ფართო არეალს უქმნის ნებისმიერი სიტყვის გამოყენებას, ჩვენ კონკრეტული საღვთისმეტყველო შინაარსით ტერმინ საიდუმლოს გამოყენებაზე ვსაუბრობთ. მაშინ როცა სრულიად სხვა გაგებაა საიდუმლოსი ეზოტერული სექტების მიხედვით. ამრიგად, ტერმინი საიდუმლოც, ანუ ბერძნულად მისტერიონ, ზოგჯერ ეს ტერმინი არ ითარგმნება ერეტიკულ სექტების მიერ, იმიტომ რომ კვლავ აღნიშნავთ ეფექტს ახდენენ მსმენელზე თუ მკითხვაზე, მისტერიონი, ხშირად იყენებენ მისტერიალური. სინამდვილეში ესაა ტერმინი, რომელიც ქართულად საიდუმლოდ ითარგმნება და სხვა არაფერი რაღაცა განსაკუთრებული იდუმალებითი შინაარსი და მაგიური რამას აბსოლუტურად არ აქვს, რაც არ უნდა ეს მიანიჭონ ცალკეულმა პირებმა, ისაა ქართულად საიდუმლო და აღნიშნავთ, რომ ტერმინი საიდუმლო, მისი ბერძნული ეკვივალენტი მისტერიონი, ტერმინები ესოტერიკოს, ესოტერისმოს, ტერმინი მისტაგოგია, ანუ ძველი ქართული საიდუმლო ტყვანებლობა, კიდევ სხვა ტერმინები ანალოგიურნი, რომლებიც ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებულ თანამედროვე ეზოტერულ ლიტერატურაში, თუნდაც ქართული განდობა, ბერძნულად მიოესის, თუნდაც თეოსოფია, ქართულად ღვთივგანბრძნობილობა, თეოსოფოს, ქართულად ღმრთივგანბრძნობილი, ყველა ეს ტერმინი გახლავთ მართლმადიდებლური ტერმინები, მართლმადიდებლური შინაარსით ცხოველქმნილი განსულიერებული ტერმინები და ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა იქეთკენ ეკლესიის მამათა შრომების კითხვისას ამ ტერმინების დაწყვდომისას არ დავბრკოლდეთ და რა თქმა უნდა არ გვძლიოს თანამედროვე ცრუგაგებებმა ამ ტერმინებისა ვაცნობიერებდეთ უნდა მათ მართლმადიდებლურ ცხოველ შინაარსს და ამ შინაარსითვე შევიმეცნებდეთ მათ. თვლით რომ ეს განმარტება აუცილებელი იყო, როდესაც აპოკრიფების ჟანრთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, იმიტომ რომ აპოკრიფულობას, ეზოტერულობა ზოგჯერ მიეტმასნება და რადგან სრულიად აშკარაა, რომ აპოკრიფები ეკლესიაში სუფევს გამოიყენება,
ზოგიერთები ამას საფუძვლად მიიჩნევენ იმისა, რომ თითქოს ეკლესიაშიც არსებობს ეზოტერიზმი, იმ გაგებით რა გაგებასაც ამ ტერმინში სექტები დებენ. ჩვენ ზოგადად უკვე აღნიშნეთ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, მაგრამ უკავშირდება თუ არა აპოკრიფებს ეზოტერიზმი. ეზოტერიზმი აპოკრიფებს აბსოლუტურად არ უკავშირდება, დაფარულობას უკავშირდება ეზოტერულობა, მაგრამ ჩვენ აღნიშნეთ, რომ ის დაფარულობა, რაც გულისხმობს ცალკეული შრომების მრავალთაგან დაცვას, წარმართული სნეულებით შეპყრობილ პირთაგან დაცვას, ეს არ ნიშნავს, რომ ეს შრომები ეკლესიის მამებს რაღაც ელიტარული რჩეულთა ხაზისთვის განკუთვნილი ძეგლების სახით შეუქმნიან. სიწმინდეები, ისევე როგორც წმინდა ხატი, ანდა წმინდა საეკლესიო ნივთი, ბევრისგან ხელშეუხებელი უნდა იყოს, არა იმიტომ რომ რაღაცა ელიტარული ხაზი იქნება, არამედ რომ არ შეირყვნას უკეთურთაგან, რომ არ დაზიანდეს მათი სნეული მზერისგან თუ ხელისგან, ასევეა წმინდა სწავლებანიც, რომ წმინდა სწავლებანიც უნდა მიეწოდოს პიროვნებას, რომელიც სიწმინდით ეძიებს მას და არა, რა თქმა უნდა, გაუკუღმართებისა და შერწყმის მიზნით. ამ გაგებით მრავალი ძეგლი გადარჩენილა, მრავალი ძეგლი სიწმინდე შენარჩუნებულა, თუმცა ყოველთვის შედეგი ვერ მიღწეულა. ესეც აუცილებლად აღსანიშნია. ამ სამწუხარო შედეგზე ერთი ნიმუშის სახით მიმჯელებთ ორიოდე სიტყვით. უძველეს პერიოდში საეკლესიო წიაღში შეიქმნა ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი, სახელწოდებით მოციქულთა განწესებანი. Diataxis ton apostolon, ასე ქვია ბერძნულად. მოციქულთა განწესებანი. ანდა ძველი ქართული ფორმით თუ ვიტყვით განწესებანი მოციქულთანი. ეს ძეგლი მართალია მოციქულთა სახელწოდებითაა, მაგრამ დაწერილობითი თვალსაზრისით ეკუთვნის წმინდა კლიმენტი რომაელს. მოციქულთა უშუალო მოწაფეს, ისტორიულ მოწაფეს, მოციქულთა მოწაფე შეიძლება გვიანდელი ეპოქისაც იყოს მე-11 სულიერი მოწაფე საუკუნეებისა, მაგრამ ისტორიული გაგებით მოწაფე, კონკრეტულად ყველაზე მეტად პეტრე მოციქულის მოწაფე, კლიმენტი რომაელი არის ავტორი წერილობითი თვალსაზრისით ამ ძეგლისა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, რაც მოციქულებმა გადასცეს მას ზეპირად, რა განწესებანიც გადასცეს მას, ეს ყველაფერი წმინდა კლიმენტიმ წერილობითად წარმოადგინა. აღნიშნული ძეგლი თავის დროზე გახდათ უაღრესად გამორჩეული სხვა ძეგლებისგან, იმდენად გამორჩეული, რომ ის ერთი მხრივ შეჰქონდათ ახალი აღთქმის კანონში და მეორე მხრივ ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორისაც გარკვეულწილად გამოარჩევდნენ. ამ მხრივ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ძეგლი, რომელსაც თითქმის იგივე სახელწოდება აქვს მოციქულთა კანონები. დიდი ჯვრის კანონი ბევრს სმენია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვინც გვისმეს, მათთვისაც ეს ციგნი რა თქმა უნდა ცნობილია, რომლის დანიშნულებაცაა საეკლესიო მოღვაწეობის რეგლამენტირება, მკაცრი რეგლამენტირება და ამ უდიდესი წიგნის მესაფუძვლე და პირველი ძეგლი გახლავთ სწორედ მოციქულთა კანონი. ამით იხსნება დიდი ჯვრის კანონი, 85 კანონი მოციქულებისა. საკუთრივ ჯვრის კანონი იმ სახით, რა სახითაც დღეს ეკლესიაში მოქმედებს, მე-9 საუკუნის დიდმა მოღვაწემ წმინდა ფოთი პატრიარქმა შეადგინა, რომელმაც მცირედი რედაქციული ცვლილებები განიცადა შემდეგში. არსებითად ესაა ფოთი პატრიარქის მიერ ჩამოყალიბებული მე-9 საუკუნეში რჯულდებითი შრომა. მაგრამ მანამდე რჯულის კანონად მიიჩნეოდა სწორედ ეს მოციქულთა 85 კანონი და ეს ძეგლი გახდათ მცირე რჯულის კანონი, შეიძლება ასე ითქვას. 95 კანონში ამ ძეგლისა ჩამოთვლილია სხვათა შორის ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები. ესე იგი, რა წიგნები შედის ახალ აღთქმაში მოციქულთა განწესებით. ბოლო წიგნად დასახელებულია საქმე მოციქულთა, მაგრამ მანამდე თვითონ ესე იგი ახალი აღთქმის წიგნთა შუაში შორის არის დასახელებული სწორედ ეს ძეგლი, მოციქულთა განწესებანი. კერძოდ ძველ ქართულ თარგმანში, წმინდა არსენი ყალთოელის თარგმანში ჩვენ ვკითხულობთ. ესე იგი ჩამოთვლილია 4 სახარება, რა თქმა უნდა, ეპისტოლენი, ჯერ 14 პავლე მოციქულისა, შემდეგ კათოლიკე ეპისტოლენი, შემდეგ არის სხვათა შორის, რომელზეც ახლა ამჯერად ვერ ვიმსჯელებთ, სხვა დროს ვიმსჯელებთ, წმინდა კლიმენტი რომაელის 2 ეპისტოლე, აი ამის შემდეგ არის აქ ასეთი ტექსტი და განწესებანი ჩვენ მოციქულთანი, ჩვენ იმიტომაა რომ მოციქულები ამას ზეპირად პირველ პირში ამბობენ, მაგრამ იწერს კლიმენტი რომაელი. განწესებანი ჩვენ მოციქულთანი, კლიმენტოის მიერ აღწერილნი, ჩვენ მოგვაქვს ამ შემთხვევაში წმინდა არსენი ყალთოელის თარგმანი, რომელმაც თარგმნა დიდი ჯვრის კანონი მე-11 საუკუნის მიწურულს ქართულად. და განწესებანი ჩვენ მოციქულთანი, კლიმენტოის მიერ აღწერილნი, რომელთა არა ჯერ არს ყოველთა საანჯმნო ყოფა, ესე ყველას წინაშე საჯარო წაკითხვა არაა საჭირო, რატომ? მათ შორის მყოფთათვის საიდუმლოთა. პირდაპირ ასეა კვალიფიცირებული. შემდეგ არის აგრეთვე ესე იგი გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა დასახელებული. ესე იგი, ერთადერთი წიგნი, რომელსაც კომენტარი ახლავს და უაღრესად აღმატებულ კომენტარი შეიძლება უარყოფითი მნიშვნელობითაც ახდეს. ამ შემთხვევაში აღმატებითი შინაარსის კომენტარი გახლავთ ეს მოციქულთა განწესებანი. ესე იგი, ის უბრალოდ კანონიკური წიგნი კი არ ყოფილა, ამ კანონიკურ წიგნთა შორისაც განსაკუთრებული და არა ყველასთვის განკუთვნილი, რის გამო მათ შორის ყოფთათვის საიდუმლოთა. რა არის ეს საიდუმლოთი? ვინმე შეიძლება ეგრეთ წოდებულ ეზოტერიკოს თანამედროვე სექტობრივ გაგებით მოეჩვენოს, რომ აი რასაც ჩვენ ამბობთ, მართალი ეკლესიაში ყოფილა რაღაც დაფარული, რაც ესე ყველა სინამდვილეში აქ საიდუმლო ნიკულისხოს იმავეს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ჩვენ. საეკლესიო წმინდა წესებს, 7 საეკლესიო საიდუმლოს. ხოლო ძველად ყოველთვის ასეთი ტრადიცია გახდათ, ვიდრე მე-14 საუკუნემდე და უფრო მოგვიანებითაც კი, რომ უწმინდესი საეკლესიო წესები დაწვრილებით წერილობითად არასოდეს არ აღიწერებოდა. პირველ აღწერილობანი რა ჩვენ გვაქვს საეკლესიო 7 საეკლესიო საიდუმლოსი, თუნდაც რამდენიმე შეგვიძლია გავიგოს მაგალითად წმინდა დიონისე არობაგელის შრომა საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ, სადაც ნათლობის, ზიარე, მირონცხების, ზიარების, მონასვნაცულყოფის და სხვა წესები არის წარმოდგენილი. ანდა თუნდაც მე-3 საუკუნეში წმინდა იპოლიტე რომაელის სამოციქულო გადმოცემა და სხვა შრომები, აქ არის მხოლოდ
ძირითადი შტრიხები წარმოჩენილი წერილობითად, მაგრამ არა დეტალიზებულად ყველაფერი. მაგალითად, დიონისე აროპაგელთან, როდესაც ზიარების საიდუმლო აღწერილი, კვეთა საერთოდ არა გამოყოფილა, ყველაზე საიდუმლოებითი და უწმიდესი ნაწილი. იმიტომ რომ ეს საჯაროდ ყველასთვის საცოდნელი არ გახდათ, არა აუცილებელი რომ ღვთელმოქმედების ყველა პუნქტი მრევლის წევრმა იცოდეს, მას ეს არ სჭირდება. ესენი წერილობით არასოდეს არ აღიწერებოდა, დიაკონი მღვდლობას სწავლობდა უშუალოდ მოქმედებაში. ის როდესაც ღვთლის თანაშემწედ მოქმედებდა და აღასრულებდა გარკვეულ მსახურებებს, მღვდლობას სწავლობდა მღვდელთან თანამშრომლობაში. სამღვდელო პირი ეპისკოპოსობას და საეპისკოპოსო ქმედებას სწავლობდა სწორედ ეპისკოპოსის გვერდით და ეს ხილვადად მოქმედებაში შეისწავლებოდა მათგან და ასე გადადიოდა თაობიდან თაობაზე. თვით მე-13-მე-14 საუკუნეშიც კი, როდესაც 7 საეკლესიო საინდლოს შემთლიანობითი აღწერილობანი მოუქცა ჩვენ უდიდესმა მოძღვარმა წმინდა სვიმეონ თესალონიკელმა, ყველა შეუძლია ნახოს ეს აღწერილობანი რამდენად ზოგადია. იქაც მხოლოდ არსებითი უზოგადესი შტრიხებია წარმოჩენილი, მაგრამ არა დეტალიზებული. რომ აპრობირებული ეკლესიისგან ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა, რომ საეკლესიო წესები რაც ყველასთვის არაა განკუთვნილი, ყველა არაა მღვდელი, ყველა არაა ეპისკოპოსი და ეს მხოლოდ მათგან შესასრულებელია, რა თქმა უნდა, დეტალიზებულად დაწვრილი მანებით ყველაფრის აღწერა და გამოფენა არასოდეს აპრობირებული არ გახდათ. სხვადასხვა ამ ხრივ ჩვენ ხლად ვერ გავუმართლებთ თანამედროვე ცდელობას იმისას, რომ თუნდაც უწმინდესი მსახურება ზიარებისა, მთელი ეგრეთ წოდებული თითქმის შეიძლება დაერქვას ამას ფოტო ილუსტრაციებითაც კი ყოველ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული აღწერილობებით, ილუსტრაციებით მასობრივად იყოს მიმოფენილი. შეიძლება ეს რაღაცნაირად გამოიცეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც ამის შემსრულებელნი არიან და ამის შემსრულებელნი უნდა გახდნენ. მაგრამ მასობრივად გავრცელება და გაყიდვა ამისა ნამდვილად არა ამისა, ყოველ შემთხვევაში მთელი ტრადიცია ამის საწინააღმდეგო. აი ეს იგულისხმება იმ მოციქულთა განწესებების საიდუმლოში, რომ მათ შორის ყოფთათვის საიდუმლოთა აი ეს საეკლესიო წესები, რადგანაც იმ უადრეს პერიოდში მხოლოდ ამ ძეგლში იყო სხვებთან შედარებით დეტალურად აღწერილი, შესაბამისად ისინი ყველათვის საჯაროდ წასაკითხად დაშვებული არ იყო. და რა თქმა უნდა, ეს მხარე მათ ამ წიგნების, ესე იგი მოციქულთა განწესებების გამორჩეულობას მიუთითებდა. მაგრამ მიუხედავად ამგვარი სიფრთხილისა, მომდევნო საუკუნეებში მაინც მოხდა ამ წიგნის, რასაც მოციქულთა განწესებანი ერქვა, მრავალთაგან გაცნობა, გადამწერთა მიერ, როდესაც მათ გაიცნეს ეს წიგნი, თვითნებური მინარევების შეტანა ამ წიგნში, აქ ასეთი ვითარებაა, რომ ესათუის გადამწერი ზოგჯერ საკმაოდ პრეტენზიული იყო, მასაც თავისი, ასე ვთქვათ, განსწავლულობა ჰქონდა, ინფორმაციას ფლობდა თუნდაც საეკლესიო მსახურების შესახებ, წაიკითხავდა რა ამ წიგნს, რომელიც უნდა გადაეწერა, ზოგჯერ შეიძლება ვერ ეპოვა ისეთი რამ, რაც მას რომელიღაცა კერძო პირმა გადმოსცა და კერძო ტრადიციაში არსებობდა, ან და საერთოდ ზმანებითი რაღაც იყო, თუნდაც მის გონებაში რაღაც ხიბლის სახით წარმოსავთ თვითმფრინავად თვით, რომ აი ამგვარი რამ შეიძლებოდა მთელ მსახურებას შემატებოდ. მიუმატებდა მართლაც ტექსტს, თავისი წესისამებრ შეავსებდა, ასე ვთქვათ, და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმ სიწმინდეს აუგუღმართებოდა ამ წიგნს, რომ თავდაპირველად ჰქონდა. ამიტომ მოხდა, რომ უკვე მე-6-მე-7 საუკუნეებში ეს წიგნი მრავალი ამგვარი არაჭეშმარიტი შევსებით დაიტვირთა და უკვე მკითხველისთვის ცხადია ძნელი გამოსაყოფი იყო, რა არის იქ თავდაპირველი უწმინდესი და რა შეერია მას შემდეგ. ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრებამ გამოიტანა შესაბამისად სპეციალური დადგენილება ამ წიგნთან დაკავშირებით. ამ დადგენილებაში, კანონში ჯერ ისაა ხაზგასმული, რომ მოციქულთა 95 კანონი თხზულებას სახელწოდებით მოციქულთა განწესებანი უწმინდეს წიგნად აღიარებს, მაგრამ იქვე მიუთითებაცაა იმაზე, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ წიგნში შეერია ბევრი რამ უკუღმართი და ამიტომ ის აკრძალული უნდა იქნეს საეკლესიო გამოყენებისთვისაც და მით უმეტეს ფართო წაკითხვის მხრივ. ესე იგი, აქ საყურადღებოა გახლავთ, ერთი და იგივე ძეგლთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი და იგივე გაფრთხილება ორგზის გამოითქვა, დაფარულობა მრავალთაგან, მაგრამ პირველ შემთხვევაში გამოითქვა სრულიად სხვა შინაარსით, რომ განსაკუთრებული სიწმინდის გამო ეს იგივე მრავალთაგან დასაფარავი და მეორე შემთხვევაში უკვე უარყოფითი მიზანდასახულებით, რომ მრავალთაგან დასაფარავია, რადგან ბევრი რამ არის მასში შეყვნილი და გაუწმინდურებული. ასეა თუ ისე, ეს წიგნი არის ერთ-ერთი სამწუხარო ნიმუში იმისა, რომ ჩვენი კაცობრიოვი ადამიანური გაუფრთხილებლობით ჩვენ დავაზიანეთ ასეთი სიწმინდე. ამიტომ გასაკვირი არ არის თუ რატომ ითხოვდნენ ეკლესიის მამები ზოგ შემთხვევაში მათი უწმინდესის სწავლებების მოუმზადებელ პირთაგან დაცვას. აქ მოუმზადებელ პირები ზოგჯერ შეიძლება სულაც ქრისტიანი იგულისხმებოდეს, მაგრამ ქრისტიანისთვის არ კმარა მხოლოდ სახელწოდება, რა თქმა უნდა, ქრისტიანი ან და მონათლულობა, თუ ის გონებით ისევე გაუკუღმართებულია, როგორც ვინმე წარმართი, ვინმე ერეტიკოსი, თავისთავად ცხადია, არც მისთვის არ უნდა იყოს მისაწვდომი ისეთი სიწმინდეები, რომელსაც თავის ჭკუაზე გადააკეთებს და სხვა. აი ამგვარ პირთაგან განრიდება წმინდა ძეგლებისა, ეს ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა არის ამა თუ იმ შრომაში მკვეთრად გამოხატული წერილობით და ზეპირადაც ხშირად გამოთქმული ეკლესიის მამათაგან და ეს განაპირობებდა საეკლესიო დაფარულობის იმ პირველ მხარეს. რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დაფარულობა ამ შემთხვევაში სიფრთხილის, სიწმინდის მოფრთხილების მიზანდასახულებით ესაა საეკლესიო დაფარულობის ერთი გაგება, ამაზე ვსაუბრობდით ამდენ ხანს, საეკლესიო დაფარულობა სიწმინდის მოფრთხილების მიზანდასახულებით. თუ ვინმე მოემზადება, აქ რომელიმე ადამიანი კი არაა გამოკლებული ამ სიწმინდისგან, რომ ვინმე დაუშვათ ვერ შეწუდება მას. უწმინდურზე ალაპარაკი, გაუწმინდურებულზე, ვიდრე ისინი არ განიწმინდებიან, მათ უფლება არ უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ წმინდა ხატების ამბორისა, არა მხოლოდ წმინდა ნივთების შეხების, არამედ წმინდა სწავლებების თავისი ნებისამებრ ჩხრეკისაც.
იმიტომ რომ ესეც ისეთივე სიწმინდე, როგორც სხვა ნივთიერი და შეხებადი სიწმინდეები, ხელით შეხებადი სიწმინდეები ეკლესიაში. როგორც იკრძალება მოუნათლავისთვის ტაძარში მართალთა ლიტურგიაზე დასრება და სმენა, კათაკმევლები რომ გადიან, მაშინ გადის მოუნათლავი კათაკმეველი ყველა და იკრძალება მისთვის, იმიტომ რომ ის არ არის ჯერ მზად ასეთი სიწმინდის სასმენად და მისაღებად. ამგვარადვე იკრძალება ეკლესიისგან მოუმზადებელი, გაუწმინდურებული და უკეთური პირებისთვის წმინდა სწავლებების მოუფრთხილებლად წინ დაგება, წინ დადება. და ესაა ის აუცილებელი ვალდებულება ყველა მოწყვრისა, ყველა ქრისტიანისა, რაც ძველესი საუკუნეებიდან და უშუალოდ 60 ეპოქიდან მოდის.